მთავრობის მიმართ გაუმართლებელ და უსამართლო კრიტიკად მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს. ღარიბაშვილის პოზიციას კი პარლამენტში დეპუტატების გამოხმაურება მოჰყვა. ლელა გოგოლაძე შემოგვიერთდება თბილისიდან. ლელა, რაში არ ეთანხმება ღარიბაშვილი მარგველაშვილს? დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი მარგველაშვილის ყველა იმ განცხადებას უპასუხა და მოსაზრებას უპასუხა, რომელიც გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან აღმასრულებელი ხელისუფლების მისამართით გამოითქვა. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კომპეტენციაში უხეშ ჩარევად შეაფასა გიორგი მარგველაშვილის ის განცხადება, რომ მთავრობამ პრეზიდენტი არ მოიწვია ევროკავშირთან ურთიერთობებზე და ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით საკითხებზე და მასთან ერთად ამასთან დაკავშირებით არ იმსჯელა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს არის მთავრობის კომპეტენცია და მანვე უნდა აღასრულოს. თავდაცვის მინისტრის მხრიდან პასუხი მოჰყვა გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას, რომ მან თავდაცვის სამინისტროს მიმართა ნატოს პაკეტის განხილვასთან დაკავშირებით სხდომის ჩატარების მოთხოვნით. თავდაცვის სამინისტრომ კი ამაზე პასუხი პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ გასცა. მინდია ჯანელიძის თქმით, პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის ინფორმირებული იყო. სხდომის ჩატარების წინააღმდეგ კი პირადად მინისტრი არ არის. პრეზიდენტის შენიშვნას, რომ თითქოს მთავრობამ არ მოიწვია პრეზიდენტი და არ განვიხილეთ ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების და ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის ტემპების თაობაზე საკითხები, მე მინდა კიდევ ერთხელ განვმართო, რომ ეს არის მთავრობის პრეროგატივა, ეს არის ჩვენი კომპეტენცია. რაც შეეხება ევროინტეგრაციის ნაწილს, ამ იმპლემენტაციას უშუალოდ მე ვკურირებ და ყოველთვე ჩვენ გვაქვს შეხვედრები, რომ დავწმუნდე, რომ ყველა უწყება დროულად და ეფექტიანად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და მე ბოდიშს ვითხოვ, მაგრამ ჩვენს კომპეტენციებში არც ერთი ორგანო არ უნდა ჩაერიოს უხეშად. ინფორმირებული პრეზიდენტი იყო ამის შესახებ. რაც შეეხება სხდომას, ბუნებრივია შესაძლებელია ესეც სხდომა იყოს, ან არ იყოს, ეს მთავრობის გადასაწყვეტია. მე პირადად მქონდა პაკეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით პირადი საუბარი მასთან. გაუგებარი და დამაკნინებელი უწოდა პრემიერმა გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებას საკოორდინაციო საბჭოების შექმნასთან დაკავშირებით. პრემიერის თქმით, ეკონომიკური საბჭოს შექმნის ინიციატივა მას ეკუთვნის. ამ საბჭოს ფუნქციებით კი პრეზიდენტი ამ დრომდე არ დაინტერესებულა. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის იმ ნაწილს, სადაც მან ისაუბრა საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ესე შეიძლება ითქვას კრიტიკას პასუხობს პრემიერთან ერთად ფინანსთა მინისტრის. მათ დღეს ეკონომიკური მონაცემები და სტატისტიკა წარადგინეს მთავრობის სხდომაზე და აღნიშნეს, რომ საქართველოს ინვესტიციების კუთხით ევროპასა და რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. ამაში რაიმე ახალი გამოგონება არ ყოფილა. პირიქით, მე შევეცადე, რომ კოორდინაციის გაზრდის, ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შემექმნა საბჭოები, რომელიც მუდმივ რეჟიმში რეალურ დროში, ესე იგი, დააკვირდებოდა, ანალიზს გააკეთებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, საგარეო რისკებს შეაფასებდა. აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის შენიშვნა თუ კრიტიკა მინისტრების მისამართით პრეზიდენტის მხრიდან. ეკონომიკური საბჭო არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმის, რომ ჩვენ ვიმუშაოთ, გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები და სამუშაო რეჟიმში გქონდეს უფრო მეტი კომუნიკაცია. ეკონომიკურ საბჭოში არ არიან მხოლოდ მინისტრები, არიან ასევე სხვა უწყების წარმომადგენლები და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი ტიპის კომუნიკაცია დგება. ეს ძალიან კარგი და აპრობირებული მეთოდია. მთავრობის კრიტიკა არ მოყოლია პრეზიდენტის მხრიდან. გიორგი მარგველაშვილმა თავის სპეციალურ განცხადებაში კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის წევრებმა მის გუშინდელ გამოსვლას დეტალებით და ყურადღებით მოусმინეს. მე მივესალმები იმას, რომ პრემიერ-მინისტრი, ისევე როგორც მინისტრები, დეტალურად გადიან ჩემი გამოსვლის შინაარს, სწავლობენ დეტალურად. მე მიმაჩნია, რომ ამ საკითხის ასე სიღრმისეულად შესწავლა დადებით როლს მოახდენს საქართველოში მმართველობის სიძლიერეზე.
პრეზიდენტისა და პრემიერის ურთიერთკრიტიკას შეფასებები მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოში. საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ ორ სახელმწიფო შტოს შორის დაპირისპირება უკვე სახეზეა, უმრავლესობა კი ახალ კონსტიტუციურ რეალობაზე საუბრობს. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს. ჩვენ ვხედავთ მთავრობას, მის ხელმძღვანელს, რომელსაც არ აქვს პრაქტიკულად არანაირი განცდა კრიტიკულობის საკუთარი საქმიანობის მიმართ, იმ რეალების მიმართ, რაც არის ქვეყანაში დღეს, ეს იქნება უმუშევრობა, ეს იქნება ლარის კურსი, იქნება ეკონომიკური სირთულეები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ან იგივე საგარეო საკითხები. და ამ შემთხვევაში ნებისმიერ კრიტიკულ გამოთქმას და კრიტიკულ შეფასებას იღებენ ასე მტკივნეულად. როგორც ნოვრუზ ბაირამობის დროს მოხერხდა და შეხვდნენ ერთმანეთს და ერთად მიულოცეს ჩვენი მოქალაქეების ნაწილს ეს დღესასწაული, ასეთი მომენტები უნდა იყოს ბევრი და ეს არის სამუშაო პერსონალურ დონეზე და ბურთი არის პრეზიდენტის მხარეს სწორედ მან უნდა შეძლოს და მე დარწმუნებული შეძლებს კიდევაც. გაიცა ჩვენ რამდენიმე მინისტრი გვეყოლება აქ აგერ ხარ თქვენ აგერ ვარ და თუ არ გვეყოლება მითხარით საქმეზე. ყველაფერს განსაზღვრავს კონსტიტუცია და კონსტიტუცია ამბობს ვის რისი უფლება და ვალდებულება აქვს. არ ქონდა ვალდებულება მთავრობას და არ მოვიდა. ქონდა თუ არ ქონდა ნება, ეს იყო მისი გადასაწყვეტი და არ მოვიდა. შესაბამისად, არც ამ გადაწყვეტილების გადახედვის უფლება აქვს ვინმეს. პრემიერი ასევე გამოეხმაურა კრიტიკას თუ რატომ არ დაესწრნენ მთავრობის წევრები პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მათ ეს გადაწყვეტილება კოალიციის ფორმატში ჯერ კიდევ წინა წელს მიიღეს და ამ პომპეზური ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა მან ვერც წელს დაინახა.